ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა კურთხევით, სხვადასხვა ეპარქიაში ღირებულებითი განათლებისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ საბაზისო ტრენინგები ტარდება. გადამზადების პროცესი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მორიგი ტრენინგი 8 ივლისს გორისა და ატენის ეპარქიაში ჩატარდა. მასში ადგილობრივი და სამთავისისა და კასპის ეპარქიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში გაიმართა. სასულიერო პირები ღირებულებითი განათლების ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნენ. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. მან ღირებულებითი განათლების პროექტის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ტრენინგს ფსიქოლოგი და გეშტალტ ფსიქოთერაპევტი რუსუდან კილაძე უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები უკვე ჩატარდა სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის და ასევე სურამისა და ხაშურის ეპარქიებში. პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-მდე მოსწავლეა ჩართული. ღირებულებითი განათლების გადამზადების ტრენინგები უკვე ეპარქიებშია და მადლობთ ღმერთს, რომ ეს პროცესი ძალიან დიდი ინტერესით ვითარდება, ძალიან დიდი გამოხმაურება ეპარქიების მამებისაგან, ეპისკოპოსებისაგან, სასულიერო პირებისაგან და ვფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნება ეს პირველ რიგში ჩვენი მოზარდებისთვის, რომლებსაც შესაძლებელია შეხება ჰქონდეთ შემდგომ სასულიერო პირებთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტრენინგში ჩართულია განათლების სამინისტრო, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგები, რომელსაც საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდათ ბავშვებთან, მოზარდებთან ურთიერთობებისა და სასულიერო პირები, რომლებსაც მეტნაკლებად შეხება აქვთ თავიანთ ეპარქიებში, სკოლებში, საკვირაო კლუბებში, საკვირაო სკოლებში და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ეს ტრენინგი, ვინაიდან გადამზადებული სასულიერო პირები მოსინჯავენ მათ შესაძლებლობას იმ სკოლებში, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მათთან ღირებულებითი განათლების კლუბი ჩამოყალიბდეს. იწყება კომუნიკაცია სკოლასთან, პირველ ეტაპზე იქნება შეხვედრები თავისუფალი რეჟიმის და დეკემბრიდან გეგმავთ, თუ რა თქმა უნდა სკოლებიდან იქნება შესაბამისი შემოთავაზება, სასულიერო პირის მიერ გაიხსნას ღირებულებითი განათლების კლუბი, რომელზეც ხელმეორედ კიდევ მოხდება გადამზადება სასულიერო პირებისა, უკვე შესაბამისი სცენარებით ამ გაკვეთილებისა, შესაბამისი თქვათ გეგმით, რომელიც გაწერილი იქნება უკვე მთელ წელიწადზე და შეხვედრები უკვე არ იქნება თავისუფალი, არამედ იქნება კვირაში ერთხელ 1 საათის განმავლობაში. ტრენინგები არის ორდღიანი, პირველ ეტაპზე არის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და თანამედროვე განათლების სისტემის კანონმდებლობას აცნობენ სასულიერო პირებს, თანამედროვე გამოწვევებს და მაქსიმალურად აწვდიან იმ სურათს, რა რეალობაც არის სკოლაში, რომ მეტი სიფრთხილით, მეტი პასუხისგებლობით და მეტი ბავშვზე ორიენტირებულობით მოხდეს ეს შეხვედრები სასულიერო პირებსა და მოზარდებს შორის. მეორე დღეს არის ფსიქოლოგის დღე, რომელიც ერთგვარად იმ სირთულეებს გააცნობს ჩვენ სასულიერო პირებს, რომელიც გარდატეხის ასაკში აქვს ბავშვს, ასევე თანამედროვე რეალობაში რა ფსიქოტიპია, ასე ვთქვათ, თანამედროვე მოზარდისა, საერთო შემაჯამებელი მაჩვენებლებით, ასე ვთქვათ, და მე გარკვეულ ინდივიდუალურ რეალობებს განიხილავენ, რაც შეიძლება მათ სკოლაში გამოწვევის სახით შეხვდეს. შემდგომ ჩვენი წარმომადგენელი იწყებს შეხვედრებს, ასე ხსნის, ასე ვთქვათ, შეხვედრებს და ბოლოს აჯამებს და მთლიანად სურათს აყალიბებს და ასევე სცემს პასუხს კითხვებზე, რა კითხვებიც გაჩნდა ამ ტრენინგების განმავლობაში სასულიერო პირებისა ამ ტრენინგის მიმდინარეობის შესახებ.
ველოდებით ახალ განაცხადებს ეპარქიებიდან, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს რაოდენობა ეპარქიებისა ფაქტობრივად თითქმის მოვიცავით, 2 ეპარქია დაგვრჩა და ეხლა უკვე ახალი განაცხადების შესაბამისად სხვადასხვა ეპარქიებიდან, სადაც არ ჩატარებულა მსგავსი შეხვედრა, გეგმავთ, რომ ეს შეხვედრები და ეს გადამზადების ტრენინგები ჩატარდეს ყველა იმ ეპარქიაში, საიდანაც ინტერესი იქნება გამოჩენილი. ტრენინგი ეხება ძირითადად მოზარდების განვითარების ეტაპებს, რა კრიზისების დაძლევა უწევთ და როგორ მიეხმარონ სასულიერო პირები ამ კრიზისის დაძლევაში. გავაკეთეთ სხვადასხვა სავარჯიშოები, რომელიც დაეხმარებათ ნდობის მოპოვებაში, ამ ბავშვებთან კონტაქტში უფრო თქვა დაახლოვებაში და ასე შემდეგ, ემპათიის გამოხატვაში. სავარჯიშოები ზუსტად ამას ემსახურებოდა, სასულიერო პირები იყვნენ ძალიან ჩართულები. მე მგონია, რომ პროცესი ძალიან დადებითად წარიმართა და კარგი შედეგები ექნება. დღეს ჩვენთან იმყოფებოდნენ განათლების სამინისტროდან, ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან, ასევე იყო ფსიქოლოგი და ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობისა, საკვირაო სკოლა გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გამოცდილება ჩვენ ძალიან დაგვეხმარება საჯარო სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობისთვის, რაც იგეგმება მომავალში და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ტრენინგები ტარდება და ჩვენს მამებს, სასულიერო პირებს ძალიან გჭირდება ეს, რომ ის გამოცდილება, რაც ფსიქოლოგებმა დააგროვეს, რომ ჩვენ გამოვიყენოთ იმ სულიერ სწავლებასთან შესაბამისობაში ბავშვებთან მისატანად, რომ მათთვის რაღაცა ეს სასარგებლო იყოს და მათ დაეხმაროთ. კომუნიკაცია მომავალ თაობასთან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ესეთი ფორმით განათლების სამინისტრო, საპატრიარქო ორივე ერთად ეს შერწყმა მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნოყიერი იქნება უკვე მომავალ თაობებისთვის და ჩვენ პირადად ჩემსაც ძალიან საინტერესო იყო და საინტერესოსთან ერთად პლუს კიდე ბევრი რაღაც ახალი გავიგე, რაც მეგონა რომ თქვა ვიცოდი, მაგრამ უფრო უკეთესად კიდევ ჩამოგვიყალიბეს, რაც უნდა შემდგომში გაკეთდეს და ძალიან საინტერესოდ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი იყო სასარგებლო. ძალიან სასიხარულო და საინტერესო იყო და ძალიან ნაყოფიერი იყო პირადად ჩემთვის აღნიშნული ერთგვარი ტრენინგები და ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვეხმარება ამ საკითხებზე მსჯელობა, რომ სამომავლოდ მოხდეს ღირსეული კომუნიკაციის დამყარება სკოლებთან და ბავშვებთან, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ეს ქრისტიანული ღირებულებები გავაცნოთ ჩვენ მომავალ თაობას.